რამდენიმე დღის წინ 20 იანვარს ბათუმში ერთმა კაცმა დანით 3 პოლიციელი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით კომახიძის ქუჩაზე გუნუმ საპატრულო პოლიციის 3 ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. პატრული ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ეს პირი ბრალდებული სახით ადგილზე დააკავეს. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით დაიწყო. ზუსტად იგივე მუხლით პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელსაც, ოღონდ სილის გაწუნის ფაქტზე. გამოძიება ბათუმელების დაფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს პროვოკაციული ქმედებების შემდეგ სახეში სილა გააწნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოა და იგი ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს. წარმოიდგინეთ, პირმა 3 პოლიციელი დანით დაჭრა და ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან ჟურნალისტ მზია ამაღლობელსაც სილის გაწვნისთვის. ამავე დროს უფლებამოსილება არ შეჩერებია ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელსაც არამხოლოდ მზია ამაღლობელი, არამედ საპროტესტო აქციებზე დაკავებული სხვა პირები არ ადამიან მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც დღემდე ვერ პასუხობენ, გამოკითხეს თუ არა ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უკვე 13 დღეა შიმშილობს. დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის, ესაა მზია ამაღლობელის სათქმელი ციხიდან. მზია ამაღლობელის და სოპოლიტ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და თბილისში ყველა დღე იმართება.